მოდი დავიწყოთ იმ ვითარებაზე საუბრით, რომელიც შექმნა სისტემამ დიდ სრულსურათში, ხო, დაწყებული რეპრესიული ცვლილებების ახალი ტალღით, რომელიც ხელმოწერილია ყაველაშვილის მიერ შევიდა ძალაში და ოცნება გამოთქვამს იმედს, რომ შეკავება მოხდება ამით გარკვეულწილად ადამიანების, ხო, რომელთაც მათი გადმოსახედით რაღაც უნდათ რომ კანონი დაარღვიონ თუ რაღაც მსგავსი შეფასება იყო. აი რა სიტყვით თქვენ არსებულ სურათთან დაკავშირებით, ლევან, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს და მათ შორის იმ შეფასებებზე, რაც კეთდება ხელისუფლების მხრიდან. მოგესალმებით ანა, პირველ რიგში მივეცალმები მაყურებელს. მე ამას ჩემი თქმა და შეფასება არ ჭირდება, რომ ეს არის პირდაპირ საზოგადოების დასჯისთვის მიმართული ეგრეთ წოდებული კანონები, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლების მიმთვისებლები. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ არალეგიტიმურობის აღიარებაც მოუწიათ ამათ, როდესაც ჩვენს განცხადებებზე, ძლიერი საქართველოს განცხადებებზე ამ შემთხვევაში ჩვენ მივმართეთ ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრობის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, მე აქ მაქვს ხელთ ეს განცხადება, ეს ჩემი განცხადებაა, პირადად ანალოგიურად მივმართეთ ძლიერი საქართველოს ყველა წარმომადგენლებას, სადაც ვსაუბრობთ, რომ თვითმარქვია პარლამენტის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს, მოკლედ გეტყვით, 25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში შეიკრიბა პირთა გარკვეული წრე, რომელმაც საკუთარ თავს დაარქვა პარლამენტი და მივმართავთ, რომ არალეგიტიმურები ხარ და ამ სიიდან ამოგშალეთ დაუყოვნებლივ და ძალიან სწორადაც მოიქცნენ, როდესაც ბუნებრივი მოგშალეს ამ ლეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის სიიდან და ამითაც აღიარეს გარკვეულწილად და ესეც უნდა იქნათ, რომ არიან არალეგიტიმურები თვითმარქვიები, რაც წერია, აი აქედან გამომდინარე მოქმედეს ეს პირადად ჩემი განცხადება, როდესაც მივმართე ამ ლეგიტიმური ეგრეთ წოდებული პარლამენტის სიიდან ამ ორი სხვასთან დაკავშირებით. იმიტომ ესენი უკვე ყოველგვარ ზღვარს გავიდნენ აბსოლუტურად და ეს კანონებსაც ლაპარაკობთ, თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ეს არის პანიკიდან გამომდინარე რეაქცია. პანიკური შიშიდან გამომდინარე რეაქცია, ზოგ შეიძლება არ მოწონდეს ეს მე რასაც ლაპარაკობ, ეს პანიკური შიში საჩანს და ნუ ლაპარაკობთ ამას და არა მეგობრებო. ეს ზუსტად ეს არის, გამოვლინება არის. ამას არ აკეთებენ ისინი კარგი ცხოვრებიდან. კრიტიკას ამ ახლარი შეფასების გამო იღებთ ხოლმე კრიტიკას, რა ასეთი შეფასება. არა, ნუ ეგ ჩემი შეფასებაა და მე ვფიქრობ, გადაჭარბებული იყოს. მოდი გადაჭარბებული რომ იყოს, ამას კარგი ცხოვრებით ესენი არ გააკეთებდნენ. პირდაპირ გეუბნებით. ზოგი მეუბნება რომ ნუ ამბობ ამას. არა, მე მეუბნება არა, ზოგადად არის საუბარი, რომ არ გვინდა ესეთი შეფასებები და ესენი, დიახ, ჯერ რეჟიმი ამ შემთხვევაში, ეს რუსული რეჟიმი, ეს ჯოჯოხეთი დასრულდება მაშინ, როდესაც ყველა პოლიტიკური ტყვე გათავისუფლდება საპატიმროდან, ჩაინიშნება ახალი არჩევნები, მაშინ იქნება ამ შემთხვევაში და გადადგმული ნაბიჯი დასრულებისკენ. ჯერ არ არის ეს ასე, მაგრამ მე ვაკეთებ იმის შეფასებას, რაც ხდება დღეის მდგომარეობით, ხო? აი ამაზეა საუბარი. რეჟიმი რას აკეთებს? ორ რაღაცას აკეთებს. იბრძვის საკუთარი კეთილდღეობისათვის და საკუთარი კეთილდღეობის გადასარჩენად, არც ერთ შემთხვევაში არასდროს ამათ ხალხზე არ უფიქრიათ, არც მანამდე და არც ახლა და მე მინდა გითხრა და შევახსენოთ, როდესაც ძლიერი საქართველოს საუბრობდა წინა საარჩევნო დაუშვათ, რომ ჩვენ პენსია უნდა გავზარდოთ 1000 ლარამდე და ამას გამკეთებელიც ვიყავით და უნდა გავაკეთოთ, შეხედეთ რა გააკეთეთ რეჟიმმა, 35 ლარით გაუზარდა პენსია პენსიონერებს და პარლამენტის წევრებმა საკუთარი ხელფასი 6000 ლარით გაზარდეთ. ხედავთ ცხოვრებას 35 ლარით საქართველოს მოქალაქეებს პენსიონერებს გაუზარდეს პენსია და 6000 ლარით გაიზარდეს საკუთარ თავზე. 6000 ლარით გაიზარდეს ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში ხელფასი. აი ეს არის ამათი სახე და ეს არის ეს ყველაფერი. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, ხო? ამ ყველაფერმა საქართველოს მოქალაქეების გაუტეხელმა პროტესტმა ბუნებრივია გამოიღო თავისი შედეგი. ეს არის უდიდესი შედეგი, როდესაც არალეგიტიმური რეჟიმი არის არაღიარებული, არალეგიტიმურად მათ ხელს არავინ არ ართვეს, არავინ არ ცნობს საქართველოს მოქალაქეებისა და ასე ვთქვათ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ხო ხედავთ არა? ეს გასაგებია ლევან, თუმცა აი არსებული ვითარების შეფასება კიდე ანუ რეალური სურათი რა არის, ხო? უამრავი ადამიანი არის ციხეში, ყოველდღიურად სასამართლოები არის გადავსებული, დერეფნები, გასასჯელი პირებით, კიდევ უფრო
პრორეპრესიული კანონმდებლობა, კიდევ უფრო მეტად მოქალაქეების დაშინების მცდელობა და აი ამ ვითარებაში და სხვათა შორის ვითარება რომ რთულია, ამას არაერთი პოლიტიკური ლიდერი აღიარებს, ხო? მათ შორის სხვადასხვა ამას აღიარებას არ ჭირდება, ეს ფაქტია. მოცემულობაა. და აი რა სჭირდება ეხა ამ პროცესს, ეხა მე რას გეკითხებით, მათ შორის აი არაერთ მოქალაქეს აქვს კითხვა, რა იქნება ამ პროცესში ქმედითი ნაბიჯი კონკრეტულად, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის მაგალითებმა, მათ შორის იმან, რაც მოხდა იგივე თბილისი-მოლთან და შემდეგ რა მუხლებით დაიჭირეს ადამიანები რის საფუძველზე, აჩვენა რომ ეს პროცესი შეიძლება ძალიან მოკლე პერიოდში არ დასრულდეს, ხო? ვადებს ვერავინ არ დასრულდეს და ამიტომ გრძელვადიანად ყოფნას ამ პროცესში და გრძელვადიან ბრძოლას შესაბამისი მიდგომა სჭირდება ყველას მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური სპექტრი. დიახ, ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკურ სპექტრზე თუ არის საუბარი, მე შემიძლია გითხრათ, რას აკეთებს ძლიერი საქართველო, როგორ მოქმედებს ძლიერი საქართველო, თქვენ იცით რომ უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდათ ჩვენი პარტიის ლიდერებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, კერძოდ კონგრესის წარმომადგენლებთან, სენატის წარმომადგენლებთან. ახსენებთ საერთაშორისო ძალისხმევის. არა მარტო, მაგასაც გეტყვით. ეს უმნიშვნელოვანესია, ხო? სენატის კონგრესის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური წრეებთან, ჩვენი პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები და ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ჩვენი ქვეყნის ევროპელ მეგობრებთან. ჩვენ ყოველდღიურად საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში გვაქვს აქტიური შეხვედრები. აი ამას აკეთებს ძლიერი საქართველო და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყოველდღიურად. არც ერთი ნაბიჯი უკან, არც ერთი ნაბიჯით დაღლა ამ შემთხვევაში ბუნებრივია. ეს არის დიქტატორული რეჟიმი. ამ დიქტატორულ რეჟიმს ბუნებრივია აქვს თავისი გამოვლენებები და ის სიმწარეები, რასაც თქვენ ნახეთ. და ის სიმწარეები, როდესაც ჩვენ მეხარ საუბრობ, დიდი ალბათობით ძალიან ბევრი პოლიტიკური ტყვე და პოლიტიკური პატიმარი გვიყურებს. მიყურებს ჩემი პარტიის წევრები ამ შემთხვევაში. ყველა, თუნდაც ვებხია კასრაძე, ბატონი კაძელაშვილი, დიახ, ძალიან ბევრი გვიყურებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ ტყვეობაში და აქედან გამომდინარე ჭირდება ყოველდღიური ბრძოლა, მშვიდობიანი ბრძოლა. ეს მშვიდობიანი ბრძოლა აგიჟებს ამ ადამიანებს, აგიჟებს ამ რუსეთის წარმომადგენლებს. აი ეს არის კონკრეტული რეცეპტი იმისა, რომ დაუშვათ ან თარიღის დაკიდება, რომ აი ამ დღეს, ამ წუთას ყველაფერი გათავისუფლდება, ესე არ არის. არ შეიძლება ამის თქმა და უპასუხისმგებლო იქნება ჩემს მხრიდან, მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რეჟიმისგან მოვიპოვებთ თავისუფლებას, ჩვენ ისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისათვის. ყველა რომ გათავისუფლდება ამ წუთას, ამის თქმა წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ ამავდროულად აი სწორ შეფასებაზე იმიტომ გავაკეთე აქცენტი. გათავისუფლება პირველ რიგში საქართველოზე ვლაპარაკობდა. საქართველოს გათავისუფლება, თავისუფალი იქნება ყველა პოლიტიკური ტყვე. ეს არის ბრძოლა, ანა. ამ ბრძოლაში ბუნებრივია, როდესაც ჩვენ საუბრობთ დიქტატორულ რეჟიმზე, ხო, სხვანაირად უბრალოდ არ ხდება. ძლიერი საქართველო არასდროს არ იყო დამოკიდებული და არ არის დამოკიდებული რაღაც გარანტიებზე, ან იმუნიტეტზე და იმუნიტეტებზე. ეს კარგად იცით და კარგადაც ნახეთ, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თუნდაც პარლამენტის წევრის, ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ ვართ ბოლომდე ბრძოლაში და ჩვენ ვიქნებით ბოლომდე ბრძოლაში ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. აქ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის წამყვანი, აქ არის წამყვანი საქართველოს მოქალაქეები. ამ პროტესტს ყავს ორგანიზატორები და ეს ორგანიზატორები არიან ყველა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის იბრძვიან. აი ეს არის აქ მთავარი და ჩვენ ნახეთ და ეს არ შემიძლია. აი ყველაფრის პარალელურად რაც ხდება, ეხლა ხალხი არის ქუჩაში, საერთაშორისო ძალისხმევა კიდევ უფრო მეტად ძლიერი რომ უნდა იყოს ამის აუცილებლობაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილის ლაპარაკობს და პირდაპირ ნახეთ მოწოდება რომ განაახლა რეპრესიები ქართულმა ოცნებამ და უნდა განახლდეს ზეწოლა დამატებით კიდევ ქართულ ოცნებაზეო. აი ამ პროცესის პარალელურად როგორ წარმოუდგენია მაგალითად თქვენს პოლიტიკურ ჯგუფს მხარდაჭერის ზრდაზე მუშაობა. მხარდაჭერის ზრდაზე მუშაობს. მზარდი მხარდაჭერა. რო იყოს საქართველოს და ქართველი ხალხის. კი ბატონო, რომ არის დღეს მხარდაჭერა
საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. რომ არის დღეს მხარდაჭერა და არაღიარება დიქტატორული ხელისუფლების მიმთვისებელი რუსული რეჟიმის მიმართ, ბუნებრივია ამაზე ძლიერი საქართველო მუშაობს და იმუშავებს. და მე ჩამოგიყვანეთ მაგალითები, როდესაც ჩვენი პარტიის ლიდერები იმყოფ და აქტიური კომუნიკაცია. ეს მარტო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის არ მინდა იმ გაიგოს ესე მიღწევა და დამსახურება. ეს არის არც ერთ შემთხვევაში, ეს არის თითოეული საქართველოს მოქალაქის. ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ამ 2 თვის განმავლობაში წვიმაში, ყინვაში, ქარში დგანან რუსთაველის გამზირზე, დგანან სხვადასხვა ლოკაციებზე, აპროტესტებენ ამ ყველაფერს. ეს მათი დამსახურებაა. ჩვენი ვალია, ხო? ეს ყველაფერი შესაბამისად ამ შესაბამისად ვიმოქმედოთ ამ ყველაფრის და ჩვენ ამას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია. ფიქრობ, რომ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მოგიყევით, ეს არ არის რამე კონკრეტული პარტიის, ერთი პარტიის პროტესტი. ეს არის სრულიად საქართველოს პროტესტი, ეს არის ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის და ამ საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში ბუნებრივია რუსული რეჟიმი, ხელისუფლების მითვისებები იყენებს რეპრესიულ მეთოდებს, ხო? აი ამაზე არის საუბარი. მე გითხარით ერთის მხრივ, ამათ რა აქვთ? ამათ აქვთ თავარი, ამათთვის არის კეთილდღეობა, საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნება და მოგიყევით და კიდე გავიმეორებ ამ მაგალითს. პენსიონერებს 35 ლარით მომატება პენსიის და თვითონ 6000 ლარით ხელფასის მომატება. სხვაობას ხო ხედავთ არა ხალხო? აი სხვაობას ხო ხედავთ? ბოდიში და როგორ ფეხებზე კიდია ამ ხელისუფლებას, ამ თვითმარქვიებს, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები და მეცაც გეტყვით. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. დევნილმა, ცხონებულმა ადამიანმა, რომელმაც თავი დაიწვა, бенზინი გადაისხა და რატო გადაისხა бенზინი და რატო დაიწვა თავი ანა? იმიტომ რომ არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ არ იმოქმედა შესაბამისად. გულთანაც არ მიიტანეს ამ ადამიანის წუხილი და თქვა რომ და შემდგომ იზოლებული შეიქნა რომ უკიდურეს ზომაზე წასულიყო და бенზინი გადაისხა და თავი დაეწვა. აი ამ უბედურებაში ვცხოვრობ ჩვენ. ამ უბედურებაში აცხოვრებს და აცხოვრებს ქვეყანას. ეს თვითმარქვია რეჟიმი. აქედან გამომდინარე, მშვიდობიანი ბრძოლა ქვეყნის გათავისუფლებისათვის იქნება ბოლომდე და ეს დასრულდება გამარჯვებით. არც ერთი წუთის ნიჰილიზმი, არც ერთი წუთით ხელების ჩამოყრა. ვინაიდან აი ამ თვეების განმავლობაში ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეებმა მიაღწიეს ძალიან ბევრ დიდ გამარჯვებებს და საბოლოო გამარჯვება იქნება რეჟიმისგან გათავისუფლება, ახალი არჩევნები და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. მადლობა ლევან. ეს არის თავი. მადლობა. ლევან სამუშია საუბრობდა ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ.